ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთით მდებარე მთების მახლობლად ტყის ხანძრის ახალი კერა გაჩნდა. ხანძრის გავრცელებას ძლიერი ქარიც უწყობს ხელს. 20 კვადრატულ კილომეტრზე გადამწვარია ბუჩქები და ხეები. მოსახლეობა უკვე ტოვებს ტერიტორიას. ძლიერი დაკვავლიანება იყო კასტაიკის ტბასთანაც, რომელიც მხოლოდ 60 კილომეტრით არის დაშორებული იმ ადგილიდან, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. ლოს-ანჯელესში ტყის ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. განადგურდა 14,000 შენობა. სამხრეთ კალიფორნიაში კი ამ უქმეებზე წვიმასელიან. ექსპერტები ამბობენ, რომ მცირე ნალექმაც კი შესაძლოა ახალი პრობლემები წარმოქმნას. არსებობს იმის საფრთხე, რომ დამწვარი ნარჩენებიდან ტოქსიკური ნივთიერება გამოიყოს. ლოს-ანჯელესის მერმა კარენ ბასმა ხელისუფლებას მიმართა, ქალაქში ჩაატარონ შესაბამისი სამუშაოები, რათა უფრო მეტად არ გამწვავდეს კრიზისი. ჩვენ მოქმედებთ პრევენციული მიდგომით, რათა წვიმის მოსვლის შემთხვევაში უფრო მეტად არ გააღრმაოს ის კრიზისი, რომელშიც აღმოჩნდით. ძალიან ბევრია საშიში მასალა, ნარჩენები და ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც შეიძლება ოკეანეში მოხვდეს. ჩვენ ამის თავიდანაცილება გვინდა. მერიამ შესაბამის სამსახურებს დაავალა ტერიტორია გაეთავისუფლებინათ მცენარეებისგან, მოეწყოთ ბორცვები, დაემონტაჟებინათ ბარიერები და გზები გაემაგრებინათ.